მთელი თვის მანძილზე იყო ჩემთან სადარბაზოზე გამოკრული, რომ 19 აგვისტოს არ გვექნებოდა სინათლე 9 საათიდან 12 საათამდე. მთელი თვის მანძილზე ჩემი მეზობლები მსჯელობდნენ თუ რა უნდა გაიგეთებინათ, რამდენჯერაც მხვდებოდნენ და 2 დღის უკანაც შემხვდა ერთი მეზობელი, რომელმაც მითხრა, რომ ყავას მოიდუღებდა დილიდან, რადგან აქ ყავას თერმოსებში იდუღებენ და მოკლედ მსჯელობდნენ რა უნდა გაიგეთებინათ, იმის გამო, რომ 3 საათი არ გვექნებოდა სინათლე. მე დამავიწყდა. აი, როგორ შეიძლებოდა, რომ ეს დამვიწყებოდა და ქალბატონი თმის გაშრობაში ვარ, აიჭყუაზე არა ვარ და შუქი წავიდა. დავრჩი უშუქო. და ახლა მინდა გაჩვენოთ, როგორ ვუცხელებ ბავშვს სადილს. ეს არის ჩაიდანის ქვეშ დასადები, რომ ცხელი ჩაი მირთმევის დროს არ გაცილდეს. მოკლედ მაგიდაზე რომ დებ და ჩაი რომ არ გინდა რომ გაგიცილდეს, თან ნელ-ნელა რომ დაისხა და დალიო, აი იმისა ეს 2 მოწყობილობა და ერთზე ვაცხელებ სადილს და მეორეზე წყალს. სხვათა შორის, ასე თუ ისე, კი დასჭერდა 20 წუთი, მაგრამ უკვე თბილია. და ვფიქრობ, რომ სადილს გადავიტან აი აქ სადილის თერმოსში და წყალს გადავიტან ასევე თერმოსში, რომ სითბო შეინარჩუნოს სანამ პატარას ძინავს და რომ გაიღვიძებს ეგრევე ვაჭამო და წყალიც ყოველი შემთხვევისთვის